მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ დავით ბოტკოველი, კომპანია HD Forex-ის ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ ბაზარზე მიმდინარე მდგომარეობას დავიწყოთ ევრო-დოლარის წყვილით, სადაც წყვილი მივიდა დაღმავალ ტრენდ ლაინთან, წითელ ტრენდ ლაინთან, აქ გვაქვს ჩვენ უკვე ორმაგი მდგომარეობა, ანუ თუ ბაზარმა ვერ გადალახა ეს ტრენდის ხაზი, მაშინ უკვე ველოდებით დაღმავალი მოძრაობის განვითარებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მაგ ამ ხაზს გადალახავს, მაშინ ველოდებით უკვე აღმავალი სulis განვითარებას. შესაბამისად, აქ გადალახვის შემთხვევაში უნდა გქონდეს ესე ვთქვათ მოძლიერება ფასის, ანუ უნდა გაჩერდეს ტრენდის ხაზს ზევით და ესე უკვლავ გააგრძელოს მოძრაობა ზევით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვერ გადალახავს ბაზარი ამ ტრენდის ხაზს, მაშინ ველოდებით უკვე ქვევით მოძლიერებას, ტრენდის ხაზს ქვევით მოძლიერებას, უკვე ფასების და შესაბამისად აქედან უკვე დაიწყება სელის მდგომარეობა. რაც შეეხება ფუნტი დოლარის წყვილს, აქ ფასი მივიდა ძლიერი წინაღობის ხაზთან, ეს არის 1.44-35 ნიშნული, ჯერჯერობით ეს ნიშნული ვერ გაარღვია და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ წყვილი მისულია, წყვილმა გაარღვია და იმყოფება 1.44 ნიშნულის ზევით. ანუ ფაქტიურად მოქცეულია ერთგვარ კორიდორში და შეიძლება ვთქვათ, რომ თუ წყვილმა გაარღვია ზედა საზღვარი 1.44-30 ნიშნული, უკვე ველოდებით აღმავალ სვლას 1.45 ნიშნულამდე, რომელიც წარმოადგენს როგორც ძლიერ ფასს, ასევე ძლიერ წინაღობა მხარდაჭერის საზღვარს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვეღარ გადალახა 1.44-30 ნიშნული, ველოდებით მის კლებას, ფასის კლებას დაახლოებით 1.42-30 ნიშნულამდე. რაც შეეხება დოლარ-იაპონური ენს, აქ ფასმა გააგრძელა დაღმავალი სulis განვითარება, გამოარღვია ძლიერი მხარდაჭერა წინაღობის ზონა, ეს არის 113.20 ნიშნული, პლუს ამას მოექცა 113 ნიშნულის ქვეშ და ამჟამად იგი იმყოფება კორექციულ უკუსვლაში, თუმცა მისთვის ასევე ძლიერ ფასს წარმოადგენს 112.50 ნიშნული, ასევე გასათვალისწინებელია, რომ მან გაარღვია აღმავალი არხის ქვედა საზღვარი და თუ ბაზარმა დაარტყა აღმავალი არხის ქვედა საზღვარს უკვე ქვევიდან და ვეღარ შეაღწია ამ საზღვარში, მაშინ უკვე მოსალოდნელია ძლიერი დაღმავალი სulis განვითარება დაახლოებით 111 ნიშნულამდე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირიქით გაარღვია ქვედა საზღვარი არხის და პლუს ამას მოექცა კვლავ 113.20 ნიშნულის ზევით, მაშინ ველოდებით კვლავ აღმავალი მოძრაობის განვითარებას. დოლარ შვეიცარიულ ფრანკზე საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, რადგანაც ბაზარმა გადმოკვეთა უკვე დღეს დაღმავალი არხის ქვედა საზღვარი და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ მან გაარღვია ბოლო მინიმუმი. ეს მინიმუმი გახლავთ 0.96 ნიშნული უკაცრავად და ეხა აგრძელებს დაღმავალი სulis განვითარებას. შესაბამისად, აქ ველოდებით, რომ უკვე გაგრძელდება დაღმავალი სულა დაახლოებით 0.95 ნიშნულამდე, ნან 0.95-50 ნიშნულამდე და თუ დაფიქსირდა ვულფის მეხუთე ტალღა, აქ უკვე ველით, რომ უკვე ვიპოვოთ წერტილები იმისთვის, რომ განვახორციელოთ ყიდვის პოზიციები. რაც შეეხება ავსტრალიურ დოლარს ამერიკულ დოლართან, წყვილი ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს, ანუ იგი მოექცა როგორც 0.75, ანუ ფსიქოლოგიური ბარიერის ზევით, ასევე ძლიერი წინაღობის ხაზზევითაც, ანუ ეს არის 0.75-30 ნიშნული და ამჟამად იმყოფება უკვე ბოლო მაქსიმუმთან, როგორც გუშინ თქვით, თუ იგი ვერ დაძლევდა ამ ნიშნულს ქვევით, უკვე ზევით წავიდოდა, რა თქმა უნდა, მოძრაობა, მართლაც იგი ზევით წავიდა, მაგრამ ჯერ ვერ ახერხებს ბოლო მაქსიმუმის, ანუ 0.76-80 ნიშნულის გარღვევას ზევით, შესაბამისად, თუ ეს ნიშნული ვერ დაეძლია, მაშინ ველოდებით პირველ მოძრაობას დაღმავალ სვლაზე, ეს იქნება 0.75-30 ნიშნული და პლუს ეს პატარა ტრენდის ხაზი, რომელიც მხარდაჭერის ზონის სახით ექნება თვითონ წყვილს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ორივე ნიშნული დაძლია უკვე ბაზარმა, მაშინ ველოდებით 0.73-მდე სვლას ქვევით. რაც შეეხება დოლარ-კანადურ დოლარს, აქ ბაზარი შევიდა დაღმავალ არხში კვლავ, როგორც გუშინ თქვით, მოსალოდნელი იყო, რომ განვითარებული იყო დაღმავალი მოძრაობა, თუმცა ძლიერი მხარდაჭერის ზონით მას ელოდა დაღმავალი არხის უკვე ზედა საზღვარი. მაგრამ წყვილმა მოახერხა მის შიგნით შეღწევა, შესაბამისად ვითარდება გაყიდვის პოზიციები, მოსალოდნელია, რომ იგი მივა ფიბონაჩის ნულოვან ნიშნულთან, ანუ
1.29-22 ნიშნულთან და შესაბამისად აქ უკვე როგორ მოიქცევა ფასი მის დამიხედვით შეიძლება მოიქცეთ. ანუ თუ ფასმა ვეღარ გაარღვია ეს წინა მხარდაჭერის ზონა უკაცრავად, მაშინ მოსალოდნელია უკვე აღმავალი სulis განვითარება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გაარღვია ბოლო მინიმუმი, მაშინ ველოდებით შემდეგ მხარდაჭერის ზონასთან, ეს არის 1.28-34 ნიშნულთან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ყველას გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, გვალობთ ყურადღებისთვის.